პარლამენტის წევრის ქართული დასის ლიდერის ჯონდი ბაღათურიას სკანდალურ განცხადებას იმის შესახებ, რომ აჭარაში დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც ტრაფიკითაა დაკავებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სოდის თანამშრომლები მფარველობენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ მათ ამ განცხადებებს სისულელე უწოდეს და ბაღათურიას ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდი გაახსენეს. აჭარაში მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზებული თანაშაულებრივი ჯგუფი. ძირითადად ისინი არიან თურქეთის მოქალაქეები, თუმცა არიან ჩვენი მოქალაქეებით ჩართული ასევე. ჩვენი მხრიდან უფრო არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და ასევე სოდის თანამშრომლები. სასაცილოა, როდესაც ჯონდი ბაღათურია ლაპარაკობს და ლაპარაკობს არა მხოლოდ თქვათ იგივე ტრაფიკინგზე, ლაპარაკობს ბათუმი, რომ არის თითქოს რაღაც საშინელი ქალაქი, სიბინძურეზე და ამ შემდეგ რაც ბათუმში ტრიალებს. ეტყობა ჯონდი ბაღათურიასთვის ლამაზი იყო ბათუმი, როდესაც ის ასლან აბაშიძესთან ჩადიოდა ფულის სათხოვნელად. არა მაქვს სურვილი ბატონის ჯონდის ავადმყოფური ფანტაზიებზე გავაკეთო კომენტარები. თავად მის გამოსვლაში იკეთდება ხოლმე კომენტარები, როდესაც იმ დროს, როცა იგი აღორძინებასთან იყო ასოცირებული, ბათუმი ყოფილა სისუფთავისა და წარმატებების ეპიცენტრი და დღეს კიდევ პირიქით არის. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ დანაშაულის 21 საუკუნის მონობა წინააღმდეგ წოდებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენ ვამაყობთ იმითი, რომ ჩვენ ვიმყოფებით პირველ კალათაში, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა.